გამარჯობა ჩემო მიშო. კაი გამარჯობა. ძალიან მიხარია დღეს ისეთ კარგ სტუმართან ვართ და ისეთ კარგ გარემოში და ისეთ მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. პრინციპში ყოველთვის ასე ვისაუბროთ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით სასიამოვნო თემაზე, სასიამოვნო სტუმართან ერთად ვისაუბროთ. სასიამოვნო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც წესი შვილებთან ურთიერთობაზე ვისაუბროთ, მაგრამ ოჯახი იწყება, ურთიერთობა იწყება პარტნიორებს შორის ურთიერთობით, ხო? და ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთან ერთად რთული პერიოდია ფეხმძიმება. Წარმოვადგინოთ ჩვენი სტუმარი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაყურებელი უკვე მიხვდა ვინ არის ჩვენი სტუმარი, მაგრამ ჩვენი მოვალეობა მოვიხადოთ აუცილებლად და წარმოვადგინოთ ექიმი მიან გინეკოლოგი, გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი დავით გაგუა ჩვენი სტუმარი. გამარჯობა ბატონო დავით. გამარჯობა. კიდევ გამარჯობა და მადლობა რომ მოიცალეთ ჩვენთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ ძალიან დატვირთული ხართ და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვან ამბებზე უნდა ვისაუბროთ. და იქამდე მეგობრები ვახსენოთ ჩემო და ბევრი არ აქვს სამწუხაროდ. ხო, ჩვენი მეგობარია სუთი ფაუერი, ასეთი არაჩვეულებრივი კომპანია, თავისი უძაფო ჩურჩხელით ბატონო დავით. არის ბროწეულის, შოკოლადის და რა თქმა უნდა ყურძნის წვენის ჩურჩხელა, ნებისმიერ მარკეტში შესაძლებელია შეძინა და ასევე ოფისებთან ჩამოსაყრელი აპარატები როა, იქაც სნექების აპარატები, იქაც შესაძლებელია სუთი ფაუერის შეძენა. საერთოდ ჩურჩხელა ძალიან გემრიელი და კარგი პროდუქტი არის და სასარგებლო რამდენადაც სასარგებლო და მით უმეტეს უძაფო ძალიან სასიამოვნო. ნამდვილად. არ დაგრჩენოდა სახლში, კარგი იქნება. არა უშო. ჩვენი მეორე მეგობარია კომპანია ნემო, რომელსაც ყველა სახის ტუმბო აქვს. ეს ტუმბოები კი საჭიროა ბაღვენახების მოსარწყავად, კორპუსებში 24 საათიანი წყლის მიწოდების უზრუნველყოფისთვის, სასტუმროებისთვის და მოკლედ ევროპიდან, ჩინეთიდან ყველანაირი ტუმბო ჩამოაქვს ნემოს და აქ დაეწერება სადღაცას ნემოს მისამართები. შეგიძლიათ ვიმართოთ და რაც მთავარია ეს კომპანია თავადვე შეგარჩევინებთ და დაგიმონტაჟებთ ამ ტუმბოებს ჩემო ბატონო. და ჩვენი მედია პარტნიორი მედია ჰოლდინგი ფორტუნა, რომელიც გვერდში გვიდგას ძალიან დიდი ხანია და მინდა მადლობა უთხრა მათ. კი ბატონო. და ხო, თავარი საკითხი, რამაც აღფრთოვანებაში მოგვიყვანა, ბატონ დავითი სანამ დავიწყებდით ჩაწერას ვკითხეთ დაახლოებით რამდენი მშობია რო ბავშვს მიღებულ და რამდენი ბავშვი მოევლინა ქვეყნიერებას მის ხელში. ციფრი არის წარმოუდგენელი და შთამბეჭდავი და ბატონ დავით, მოდი გვიპასუხეთ თუ შეიძლება, რამდენი რამდენი ქალბატონის ორსულო მიიღა და რამდენი ბავშვი დაიბადა მოკლედ თქვენ ხელში. ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მე 70,000-ზე მეტი მშობიარობა მაქვს მიღებული. რა თქმა უნდა, ამაში შედის ოპერაციული ჩარევებიც და საერთოდ პაციენტთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იყო. ეს ლაპარაკია მშობიარობასთან დაკავშირებით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. იცით რომ აქ ორ სიცოცხლეზეა საუბარი არის როგორც დედის, ისე ახალშობილის. მაგრამ ამ შემთხვევაში 70,000 გაორმაგებული არ არის. ეხლა ეს კითხვა რომ დასვა რთულია, ალბათ ჩვენთვის რთული კი არ წარმოუდგენელია, მაგრამ აი რა გზნობაა, როცა ამას აკეთებთ ბატონო დავით? ადამიანს ბევრი მიზანი აქვს ცხოვრებაში და ერთ-ერთი მიზანია ზუსტად ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემ პროფესიულ საქმიანობაში. ეს არის სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა და განსაკუთრებით ძალიან სასიამოვნო და ძალიან საპასუხისმგებლო არის ზუსტად სიცოცხლის დაბადებასთან, როცა მისათავეებთან გეხარ. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რასაც აკეთებთ. აი წარმოუდგენელი რამეა ჩემთვის და მართლა გულწრფელი მადლობა. ბატონო დავით, სანამ სიცოცხლე დაიბადება, მანამდე არის ორსულობა. რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის წინასწარ დაგეგმა? შესაბამისი კვლევები, ანალიზები და აუცილებლად მინდა გკითხოთ, რამდენად აუცილებელია ორსულობის დაგეგმამდე ცხოვრების ჯანსაღი წესის დაწყება? ბოლოდან დავიწყებ, რაღაც ჯანსაღი ცხოვრების წესია საუბარი, არის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ მავნე ჩვევები აქვს და ალკოჰოლს ეტანება, თამბაქოს ეწევა და ასე შემდეგ, მან რა თქმა უნდა დაანებოს თავი, იმიტომ რომ ნებისმიერი ეს მავნე ჩვევება შეიძლება იმოქმედოს ორსულობის მიმდინარეობაზე და მათ შორის ნაყოფის განვითარებაზე. შესაბამისად, ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს, ხოლო თქვენ რასაც გულისხმობდით, ძალიან აუცილებელი არის ჩასახვანდელი ვიზიტის განხორციელება, რომელსაც დღეს სახელმწიფო აფინანსებს კიდევაც. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ პაციენტმა იცოდეს მისი ჯანმრთელობის შესახებ, მოემზადოს ორსულობისთვის, დაგეგმოს ორსულობა და იმის და მიხედვით განისაზღვროს შეიძლება თუ არა მისთვის შვილის ყოლა, იმიტომ რომ ხშირად გაგიგონიათ რომ პაციენტები მე ვიყო
მოთავარია ბავშვი იყოს კარგად და ჩემდავს აღარ ჩივივარ. თუ დედა ჯამთელი არ არის და კარგად არ არის, ის ბავშვს ვერ მოავლენს. შესაბამისად, ჩასახვადელი ვიზიტის დროს მან უნდა გაიგოს მისი ჯამთელობის შესახებ, როგორი ანამნეზი აქვს და როცა ექიმი დართავს ნებას, მაშინ უნდა დაგეგმოს მან ორსულობა და ჩაისახება პირველი ვიზიტზე უნდა დაიგეგმოს როგორ უნდა წარიმართოს ორსულობა და ასე შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია ჩასახვამდე ვიზიტი და კვლევა კაცისთვის? იმიტომ რომ ბევრი კაცი გამიგია რომ საერთოდ ამ კვლევას არ მიმართავს. საერთოდ ეს ამ შემთხვევაში ბავშვის ახალ ნაყოფის ჩასახვისათვის, როგორც მოგეხსენებათ, აუცილებელი არის დედა მივიდეს აუცილებლად. ამ შემთხვევაში ჯერ დედა არა, ქალბატონი მიან გინეკოლოგთან, მაგრამ რა თქმა უნდა აუცილებელი იქნება რომ მამა ესწრებოდეს ამ იმას, იმიტომ რომ მისი ანამნეზი ძალიან მნიშვნელოვანია. მასაც შეიძლება ქონდეს ქრონიკული დაავადებები, ისაც შეიძლება იყოს სქესობრივად გადაუდები და ასე შემდეგ და ამიტომაც მასაც შეიძლება დასჭირდეს ის. რომელიც ძალიან რთულია ხოლმე ამ შემთხვევაში, მაგრამ ოჯახი როცა შეიქმნება და გადაწყვეტავენ ბავშვის სკოლას, უნდა ვიზიტზე ერთდროულად მივიდნენ. შენ თუ იყავი ლადო? მე პირველ შვილზე არ ვიყავი, მეორეზე კი, აი სრული კვლევა ჩავიტარეთ მეც და ჩემ შემთხვევაში პირიქით იყო პირველ შვილზე ორივე საფუძვლიანი კვლევები ჩავიტარეთ და მეორეზე სამწუხაროდ არა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ცოტა დაუგეგმავად გამოვიდა ის ამბავი. მაგრამ მნიშვნელოვანია. შემთხვევაში პირიქით. აქ შეიძლება ჩავერთო ამ იმაში, დაუგეგმავით შეიძლება იყოს, აქ უფრო სხვა პასუხისგებლობა იგრძენით თქვენ და მეორეზე იმიტომ იმას გქენთ. თქვენთან რომ პირველი ორსულობა კარგად ჩამდორდა და ჯამთელი შვილი მოევლინა და ისა უკვე ისეთი ის აღარ ქონდა და ამიტომაც გადაწყვიტეთ. ყველა ორსულობის წინ არის აუცილებელი ამის ჩატარება. კი, გეთანხმებით და სხვათა შორის აი მეორე ორსულობის დროს, როდესაც სრული კვლევა ჩავიტარეთ, ბევრად უფრო მშვიდად ვიყავით. აუ არა, რას მომზადებული ვიყავით თითქოს ყველაფრისათვის და ბევრად უფრო სიმშვიდე გქონდა მეც და ჩემს მეუღლესაც. მაქსიმ შვიდეზე უფრო ძვირფასი მე მგონი არაფერი არ არის. საბედნიეროდ ჩემლადო ორივეს განცდილი გვაქვს ცოლის ფეხმძიმება რას ნიშნავს? ორჯერ შენ და ორჯერ მე. ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ ცოტა სირთულეებიც იყო. აი ბატონდავით, მამებს და მამაკაცებს რო აგვიხსნათ, რა ფიზიოლოგიური, რა ჰორმონალური ცვლილებები ხდება ფეხმძიმების პერიოდში ქალის ორგანიზმში, რომ და რასაც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად მოკლედ ეს ყველაფერი. რა უნდა ვიცოდეთ, რა ხდება და რა უნდა გავაკეთოთ კაცებმა. პირველ რიგში ჰორმონალური ცვლილებები იწყება, ესტროგენის, პროგესტერონის მატება არის. ქალის ორგანიზმში იწყება ცირკულაციაში მყოფი სითხის გაორმაგება, ის წონაში იმატებს, ეწყება დეპრესიული მდგომარეობები, ტოქსიკოზიდან გამომდინარე არის, როცა მას გუნება-განწყობა ეცვლება პირველი ტრიმესტრის ტოქსიკოზი ეს ღებინება და გულისრევა აქვს და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება მას. თქვენ წარმოვიდგინეთ რომ მოუნდება რაღაცა პროდუქტი, თქვენ წახვალთ სადაც მიშოვნით, იყიდით, მოხვალ და მას უკვე აღარ უნდა. მაგრამ ჩვენ უნდა ავიტანოთ მისი ისე კაპრიზები. რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ. ზამთარში რო ალუჩა მოუნდება ხოლმე. მე ძალიან გამიმართლა ბატონო დავით, ჩემი მეუღლეს ორივე ორსულობის დროს ერთადერთხელ მოუნდა ბურბუშელა. მე ძალიან მარტივი საშუალო იყო და ძალიან გამიმართლა მაგ. კარგია რომ როცა მოუტანეთ რომ მითვა და იმის მე აღარ აი რო ეთქვა ეხლა შეჭაფე და მე აღარ მინდაო ეგ. ეგეც შესაძლებელი იქნებოდა. ამაში ასოდია. მარიკას ქონა მეორეზე და სუ აჭარული ხაჭაპური ელანდებოდა. სიზმაშიც აჭარულ ხაჭაპურს ხედავდა. რატო ხდება, რატო უიწევს? თუ თვითონაც არ იციან რატო ხდება ბატონო. ანუ აქ ბევრი ნიუანსებია. ეხლა როგორც ავთქვი რა, მას შეიძლება უცბად მოუნდეს და მეორე წუთში აღარ უნდადეს და ამიტომაც ხდება ასეთი ისა. შემდგომში მეორე ტრიმესტრში ის უფრო სტაბილიზაციას აღწევს, გადაულის ეს ტოქსიკოზი, უფრო სხვანაირად ემზადება ორსულობის დასამთავრებლად მესამე ტრიმესტრისათვის. შესაბამისად ის უკვე სხვა თვალით უყურებს მეუღლესაც როგორ უდგას მას ხარში და შესაბამისად ემზადება უკვე მშობიარობისათვის. მისი მხარდაჭერა რა თქმა უნდა ყველა ეტაპზე არის საჭირო და განსაკუთრებით მე ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ მშობიარობის დროს. მინდა გკითხოთ ბატონო დავით, კარგი საინტერესო რამე თქვით რომ მხარდაჭერა აუცილებელია
თავიდან ბოლომდე. Რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორის ჩართულობა პრენატალურ, ანუ ორსულობის პერიოდში, ფეხმძიმობის პერიოდში და ეს მამის ჩართულობა რატოა მნიშვნელოვანი თვითონ კაცისთვის? Ну, როცა მამა არის ჩართული, ის ქალი უფრო სტაბილურად აგრძნობს თავს, დაცულად აგრძნობს თავს, მაგრამ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამ შემთხვევაში მამა არ დგას გვერდზე და ისა, მას ახლობელი ადამიანი უნდა ედგეს გვერდზე, თუნდაც ნათესავი იქნება თუ და მეგობარი და ასე შემდეგ, როცა მას არასამედიცინო პერსონალი, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია, ძალიან მის გვერდზე მდგომი არიან, მაგრამ ეს ახლობელი, რომელიც მას თავიდანვე ყავს შეგულებული და შეთანხმებული არიან, მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ფსიქოლოგების და ამაცაც ფსიქიატრი კვლავ დასტუმრად მანაც დაგვიდასტურა, რომ ბავშვი გრძნობს უკვე ყურადღებას მუცლად ყოფნის პერიოდში. აი თქვენც რომ გვითხრათ და მამაკაცებს კიდევ ერთხელ გაგვიმეოროთ. მართლა რამდენად გრძნობიარია ბავშვი, მოკლედ როცა მუცელშია, გარშემო რა ხდება? ის ძალიან გრძნობიარი არის. ჯერ პირველ რიგში როცა სასურველი ორსულობა არის, მუსიკას ჩაურთავს, ამშვიდებს, აწყანებს, ის მისი მოძრაობებიც კი ძალიან ის არის და ის ბავშვი ძალიან შვიდად და სტაბილურად გამოდის და მერე შემდგომში როცა დაიზრდება და ის გრძნობს, რომ ის ძალიან სასურველი ადამიანია ოჯახში და საერთოდ ქვეყნისთვის. ეხლა არ ვიცი რატომ არ ცემლები მომადგა, რო წარმოვიდგინეთ ჩემი შვილები რო იყვნენ იქ გაყურსულები და რო ეფერებოდი ხოლმე თურმე მართლა გრძნობენ და ძალიან მაგარია რა. ბევრ ქალს აქვს ალბათ მშობიარობის შიში და ალბათ ბუნებრივიც არის. აი ამ დროს მამამ, პარტნიორმა, ახლობელმა ადამიანმა როგორ შეიძლება რომ გავამხნევოთ და ამ შიშის დაძლევაში რაღაცა ფორმით როგორ შეიძლება რომ დავეხმაროთ? როგორც ვთქვი, პირველ რიგში ხარდაჭერა უნდა გამოიჩინოს. თვითონ ორსულობის დროს ის აუცილებლად უნდა ვთქვათ დაყვებოდეს სასეირნოდ. სასეირნო ეს მარათონზე კი სიარული კი არ არის. უნდა ნელი ნაბიჯებით დაახლოებით 3 კილომეტრამდე უნდა გაიარონ, ეს ყოველ საღამოს უნდა იყოს. აქ ბევრი იმაზეა ოცნებებში უნდა წავიდნენ, უნდა სულ დადებითი მუხტი იყოს. უნდა ისაუბრონ არა მარტო ის ცხოვრების მოწყობაზე, ბავშვის სახელიდან გამომდინარე, რას დაარქმევენ და როგორ აწყობენ თავიანთ ცხოვრებას მომავალზე და ამ ოცნებებში ერთად უნდა იყვნენ. ამით ის ქალი სტაბილურობას მიიღებს, ფიქრობს, რომ ყველაფერი რო კარგად დამთავრდება და ბედნიერი დედობა ექნება, ეს ახალშობილი კარგად მოევლინება ამ ქვეყანაზე და ეს არის ზუსტად ის ხარდაჭერა. ხოლო შემდგომში ყველა იმაზე ეტაპზე უნდა ქონდეს მას ხარდაჭერა, როცა მშობიარობა დაეწყება, რომ იგივე წაყვება, თან წაიყვანს, საჭირო ნივთებს წაიებენ, დაწყებული პირველი შეტევიდან მის გვერდზე რო იქნება, სანამ არ დაიბადება ბავშვი. ეს შიშიც ალბათ ბუნებრივი მომენტია და ბუნებრივი გზნობაა, რომ ქალს ქონდეს გარკვეული შიშები ამ პერიოდში. ეს შიშები არის მოსალოდნელი გართულებების გამო. მასზე ძალიან ბევრი ის მოქმედებს, გაუგია, წაუკითხია კიდევაც. სხვათა შორის ახლა არ ვიცი ეს როგორი იმას იზამს, მაგრამ ძალიან ხშირად მეზობლები, ნათესავები, ახლობლები ძალიან ცუცუყვებიან მანდამაინც. იმას კი არ ეუბნებიან, რომ აი ყველაფერი კარგად დამთავრდება, ეს კი იქ მოხდა, მაგრამ იქ სხვა სიტუაცია იყო, შენ არა გაქვს ასეთი ისა და მაინც აი რატოღაც ამიტომაც ფიქრობ, რომ ესეთ საუბრები უნდა ქონდეს პროფესიონალთან ვიზიტების დროს, ფსიქოლოგთანაც, მიანგინეკოლოგთან და სულ დადებითი ემოციებით უნდა იყოს. ბატონო დავით, თუ სწორად მივხვდი, კატეგორიულად არ შეიძლება Google-ის რჩევებს ენდოს. რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ შეიძლება. და არც არაპროფესიონალის რჩევებს. ლადო ეხლა რა წარმოვიდგინე იცი შენ აქ კლინიკაში ვარ და სადღაც ერთი კედლის იქით ბავშვი იბადება, დედა ელოდება შვილს, ქვემოთ მამა ნერვიულობს, რაღაც დიდ ბედნიერებაში ვარ. ძალიან. ასე მგონია სამშობიარო სახლებში არის ყველაზე დადებითი აურა. იმდენი სიცოცხლე იბადება. ერთადერთი ცოტა ის არის ხოლმე უცნაური, სანამ ბავშვი დაიბადება, უკვე შამპანურს ალბათ ქუნებენ ხოლმე. არა ჩვეულებრივ გამოფენაში როა, თეთრი, მივიდრე მშვიდად, იკითხეს ბავშვი და წავ. რა ფიზიკურ დისკომფორტს აწყდებიან ქალები მშობიარობის შემდეგ, რომელსაც რის შესახებაც კაცებს ძალიან ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ჯერ პირველ რიგში ამხელა სტრესია, ხო?
გადაიტანა ეს ტკივილები, ახალშობილი დაიბადა, ის ახალშობილი როგორ ტირის, როგორ გაეშალა ფილტვები, როგორ მიმდინარეობს მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარება, ეს ყველა ეტაპზე ის არის. მე თვითონ მას ამ ტკივილის შემდგომი, ამ სტრესის შემდგომი პერიოდი აქვს ლოგინების ხანაში ძალიან რთულია თვითონ ისეთივე პოზიციაზე იყოს, როგორც ორსულობამდე. იმედგაცრუება შეიძლება გქონდეს პირიქით, როდესაც არ ელოდებოდა ზოგან პირიქით უფრო აღტკინებული და აღფრთოვანებული იყოს. და ამიტომაც არის ასეთი ისინი, თქვენ წარმოიდგინეთ, დაღლილი არის ტკივილები მორჩენილი ან კიდე აქვს ეს ტკივილები, საშუალოსნო იკუმშება ლოგინების ხანა არის და შესაბამისად შესაძლებელი არის იქ ახალშობილი ვერ დაიძინა, გაზები დაუგროვდა, ტემპერატურა მისცა რაღაცა და ამაზე როგორ აღიქვამს ის უფრო ტკივნულად აღიქვამს ამებას. ამიტომაც სჭირდება მას ხარდაჭერა ამისკენ. დაახლოებით რა პერიოდი ჭირდება ქალბატონს მშობიარობის შემდეგ, რომ ის ძალები აღიდგინოს და ჩადგეს ფორმაში? ნუ ფიზიოლოგიურად სამედიცინო თვალსაზრისით ეს არის 6-8 კვირა. ხოლო თუ თქვენ გულისხმობთ, რომ რამდენ ხანში შეიძლება შემდგომი ორსულობა არა, უფრო ძალა რომ დაუბრუნდეს. თუმცა იგი საინტერესოა. რა თქმა უნდა. აი, ბევრს უყვარს რომ მაშინვე მიაყოლებენ და ასე შემდეგ, ხო? 2 წელი მაინც უნდა 18-24 თვე შემდგომი ორსულობისთვის რომ ქალი ჩაითვალოს უკვე ასე ვთქვათ მომზადებული შემდგომი ორსულობისთვის. ეს არის რეკომენდებული პერიოდი. რეკომენდებული. და ბატონო დავით, თუ მანამდე მოხდა დაორსულება, გართულებების რისკია დიდი? კი, გართულებების რისკიც არის, იმიტომ რომ შეიძლება ის ქალი ფიზიკურად არ იყოს მომზადებული მეორე ორსულობისთვის, არ არის ასე ვთქვათ წყობში მისი ნერვული სისტემა და ასე შემდეგ. ჯერ შეიძლება ბოლომდე არ აქვს მას გათვითცნობიერებული ისაც პირველი ორსულობის დროს იყო და ამას სჭირდება დრო და მათ შორის ამ ახალშობილსაც სჭირდება აღზრდა და ყურადღება და ის უკვე გადააქვს მეორე ახალშობილზე. ამიტომ აი ბუნებრივადაც არის ეს ფიზიოლოგიაც შერწყმული ამ იმასთან, რომ 18-24 თვე არის რეკომენდირებული შემდგომი ორსულობისთვის. დაიბადა ბავშვი, გვიხარია ოჯახს და ქალს ეწყება ლაქტაციის პერიოდი. აი ამ პერიოდში როგორ შეგვიძლია მამებს გვერდში დაუდგეთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს? პირველ რიგში ქალი ლაქტაციის დროს სიამოვნებას ძალიან ბევრს იღებს. ეს არის თავის შვილს ძუძუთი აწვევს და მას კვებავს. ძუძუთი კვების დროს გამოიყოფა სიყვარულის ჰორმონი, ასე ქვია ოქსიტოცინი ბუნებაში, ვიც და საშვილოსნოს კუმშავს ეს. ამით ფიზიკურ სიამოვნებასაც იღებს და ლოგინობის ხანაც ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე უკეთესი არ არსებობს, როგორც ახალშობილისთვის, ისე დედისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, ღამის 3 საათზე რო უნდა ადგეს, მოაბოდოს გააკეთოს საჭმელი, მერე გააციოს, ის იმ ტემპერატურამდე მიიყვანოს, თან ძილი გაიტეხოს და ასე შემდეგ. ბუნებაში ყველაზე ბუნებრივია ძუძუთი კვება და აჭმევს და ის ბავშვიც კმაყოფილია და დედაც. და ჯანსაღი. ჯანსაღი და მამაც ამ დროს. ბებია ჩემისგან კარგად მახსოვს, რომ ბიძა ჩემი 4 წლის იყო დაახლოებით, ისევ როჭამდა ძუძუს. არის რაღაც ვადები, რომ იმის იქით უკვე აღარ არის რეკომენდებული თუ შეიძლება დიდი ხანი ჭამოს ბავშვმა ძუძუს. ეცით როგორ არის პირველ რიგში რეკომენდირებულია 2 წლამდე. მეორე, აქ მარტო კვების საკითხი არ არის. ახალშობილი ხშირად თავს დაუცველად აგრძნობს, ამიტომ მას უნდა ნაცნობი გარემო, ნაცნობი სუნი, ნაცნობი სითბო, დედასთან ჩახუტება და შესაბამისად, ამიტომ ჭირვეულებს, როგორც კი ჩაეხუტება და თან თუ ძუძუ ჩაიდო და ეს სიამოვნებაც მიიღო, თან გამოიკვება კიდევაც, ის ძალიან კარგად იზრდება. ამიტომაც ხშირად არის ხოლმე ჩვენ საერთოდ მშობიარობის მერეთ კაინკართან კონტაქტს ვახორციელებთ რა. ეს არის მიკროკლიმატის საერთოდ სითბური ჯაჭვი
და იმ მიკროორგანიზმების დასახლება უნდა მოხდეს ახალშობილის კანზე, რომელიც დედას აქვს და თუ მშობიარობა დამთავრდა ოპერაციული გზით, დედა ვერ ახორციელებს ამ კანთან კონტაქტს და ამიტომაც ვთავაზობთ მამებს, რომ ეს ბავშვები თავის სხეულზე დაიწვინონ, ჩაეხოთონ და ის ბავშვი დაცული იყოს ისევ და ის ისევ ეგზობს დედის სითბოსავით მამის სითბოსაც. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამები დაუდგნენ დედებს გვერდზე როგორც მშობიარობის დროს, ისე ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში. მივედით იქამდე, რაც გვაინტერესებდა დასწრება რამდენად ხო, აი მშობიარობაზე დასწრება რამდენად მნიშვნელოვანია. აი უკვე ერთ-ერთი ფაქტორი თქვი. მეორე, თვითონ მშობიარობა მიმდინარეობს 6, 8, 10, 12 საათი. ხანგრძლივია. რა თქმა უნდა, ის ქალბატონიც იღლება, მამაც დაიღლება, მაგრამ ზუსტად მაშინ სჭირდება მას ხარდაჭერა, განსაკუთრებით ამდენი საათის განმავლობაში. ბატონო დავით, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ბედნიერებაა შვილის მუცლით ტარება 9 თვე გაჩენა, ორსულობის შემდგომი პერიოდი ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე საკმაოდ რთული, გაგვიგია მეც და ლადოსაც და მაყურებელსაც. რთული შემთხვევები არის ხოლმე. რა იწვევს ორსულობის შემდგომ დეპრესიას, რამდენად რთული სამართავია და როგორ მოიქცეთ კაცები, როგორ დავეხმაროთ ცოლებს? თუ ეს ასე ვთქვათ ძალიან რთულ ფორმებში არ არის, რა თქმა უნდა, მისი კეთილგონივრული დასკვნების გამოტანის შესაბამისად შეუძლია მას მხარი დაუჭიროს ისევ და ისევ ყველაფერზე მას სწორი ახსნა უნდა ქონდეს და შესაბამისად აქ ბევრ რამეზეა ფაქტორზე, როგორც გამოძინებაზე, ისე წამლის დროზე მიღებაზე, ექიმთან წაყვანაზე, იმ ახალშობილის ფიზიკურად დახმარებაში, ხოლო რთულ შემთხვევაში მას სჭირდება უფრო მეტი სპეციალისტის ისა, რომელიც ამრჩევა დარიგებებს და რეკომენდაციებს შესრულებაში დაეხმარება. და მიზეზი რა არის, რატომ ემართებათ ქალებს ასე? ეს ბევრი ის არის. ჯერთი სტრესის შემდგომი ის არის, შეიძლება დეპრესიით შეხვდა, მერე ჰორმონალური ცვლილებები, მერე ლოგინობის ხანის რაღაც გართულებები, ხომ, თავისი თქვათ სიცხიანი მდგომარეობა, იქ ლაქტაცია, ფიზიკური გადატვირთვა და ასე შემდეგ. მოკლედ მიზეზი უამრავია და უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. აუცილებლად თან. ბატონო დავით, რა არის ის ძირითადი ბაზისი, რასაც მამა აძლევს შვილს ჩვილობ, აი პირველ დაბადების პირველი წუთიდან? მამა უნდა იყოს მისაბაძი ყველა შვილისთვის. ის აღზრდაში ისეთ დიდ მონაწილეობას იღებს, რამდენი წელსაც არ უნდა იყოს, პირველი დღიდან ყოველთვის უნდა იყოს სამაგალითო. ის ყოველთვის ხედავს და ბაძავს თავის მამას. მუცლიდანაც გრძნობს? აუცილებლად. მუცლიდანაც აგრძნობს. უნდა გავითვალისწინოთ. და ამიტომ ურჩევ ყველა მამას გაითვალისწინოს, რომ მისი შვილი სულ ფიქრობს, რომ მასავით კარგი გახდეს და ამიტომ ის უკეთესი უნდა იყოს. რა კარგი რამეა. და გემოს გრძნობენ შვილები, როცა ჭამენ დედის რძეს. რა თქმა უნდა. არა მარტო გემოს გრძნობენ, თქვენ წარმოიდგინეთ დედა რასაც მიირთმევს, ჩათვალეთ რომ იმანაც ის საჭმელი მიირთვა და იმის გემოსაც გრძნობს. ძალიან ბედნიერ და საოცარ ამბებზე საუბრობთ, მაგრამ ამ ყველაფერს ცოტათი ისეთი ბნელი მხარეც აქვს სამწუხაროდ, რომელიც მინდოდა რომ გამეჟღერებინა სტატისტიკა მაქვს ამოწერილი. დიდხანს არ გავჩერდები, მალე გავიარეთ, მაგრამ ეს უნდა ითქვას 1990 წლიდან 2004 წლის ჩათვლით საქართველოში არ დაიბადა 31,000 გოგონა. იმიტომ რომ არ იყო სასურველი სქესი. იმედია გამოსწორდება, სამწუხაროდ ბოლო სტატისტიკები არ იყო, მაგრამ ესეც ძალიან ცუდი მაჩვენებელია და არ ვიცი როგორ უნდა გამოსწორდეს ბატონო დავით, რა არის ამის მიზეზი თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ ამ ამბავს? პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა გავიგოთ მოსახლეობამ, რომ ლეკვილომისა სწორია, არ უნდა იყოს დაყოფა სქესის მიხედვით. რომ ვარს უპირატესობა არ აქვს ზოგიერთ შემთხვევაში გოგონას, რომ ისინი თანასწორები არიან და მათ აქვთ უფლება სიცოცხლეზე და მათ აქვთ უფლება რომ მოვიდნენ ამ ქვეყანაზე. ამის გამო საერთოდ აბორტს უნდა ყველა ვებრძოდო და მასთან ბრძოლა ყველაზე კარგი არის ოჯახის დაგეგმარებით. მაგრამ ოჯახის დაგეგმარება არ ნიშნავს იმას, რომ დავგეგმოთ
სქესის მიხედვით ბავშვის დაბადება. ამიტომაც არის, რომ ჩვენ დღესაც კი ვიბრძვით იმისათვის, რომ არ იყოს სქესის ცოდნა ადრეულ ვადებზე, სანამ აბორტი შეიძლება, იმიტომ რომ დღეს მაინც არის სოფლიოში და მათ შორის საქართველოში სელექტიური აბორტი. კი, სოფლიოს მასშტაბით ათეულში შედის სამწუხაროდ სელექციური აბორტების მხრივ ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ. ერთი ბიძო ქვეყანა და ათეულში შედის რა. ბატონო დავით, ჩემთვის გაგუა სამშობიარო კლინიკა ასოცირდება ხარისხთან და სიმშვიდესთან. ვიცი რომ როდესაც ჩემი მეუღლე მოდის აქ, ვიცი რომ მიიღებს იმ მომსახურებას, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია მისთვის. როგორც ვიცი, მესამედ მოიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი კატექიო სერტიფიკატი. რო გითხრათ, რა დანიშნულება აქვს ამას, რატომ არის მნიშვნელოვანი? ჩვენ პირველება მივიღეთ გაგუას კლინიკამ კატექიოს სერტიფიკატი, ეს არის ევროპული აღიარება იმ სტანდარტების შესრულებისა, რაც არის პაციენტის უსაფრთხოება და საერთოდ კურნალობის მეთოდებზე. ჩვენ მივიღეთ უკვე წელს მესამედ ანუ პერინატოლოგიურ კლინიკებში პირველება მივიღეთ. დღეს უკვე ქვეყანას აქვს ეს მოთხოვნა, რომ კატექიო ან რომელიმე საერთაშორისო აკრედიტაცია თუ არ ექნება, ის ჩახსნილი იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. შესაბამისად, ამით აიწია სამედიცინო მომსახურების ხარისხი, პაციენტის უსაფრთხოება და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ დანერგილია ევროპული დონის გაიდლაინები და პროტოკოლები, ხდება მისი მიხედვით პაციენტის კურნალობა და რაც მთავარია, პაციენტის უსაფრთხოება და პაციენტის მომსახურების ხარისხია ამაღლებული. ბატონო დავით, ჩემთვის და ალბათ ყველასთვისაც ტყუპები არის ჯერ ერთი შვილი ხო საოცრება, მაგრამ ტყუპის შვილი არის რაღაცა გრანდიოზული ბედნიერება. რამდენად ხშირად იბადებიან ხოლმე ტყუპები თქვენთან და ზოგადად თქვენი კლინიკის სტატისტიკაც რო გითხრათ, რამდენი ბავშვი იბადება ყოველწლიურად? ყოველწლიურად ჩვენ კლინიკაში იბადება 5000-ზე მეტი ახალშობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია კლინიკისთვის მით უმეტეს. აქ არის ტყუპებთან დაკავშირებით, რომ ბუნებაშიც იშვიათად არის, მაგრამ გარკვეული შესაბამისობაში არის ისა. დღევანდელ დღეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ ცოტა უფრო მეტად იმასკნა. ტყუპის 3 ახალშობილი ძალიან იშვიათია ბუნებრივად და თითქმის არ არის ისეთი წელი, რომ თქვენთან თუ დაბადებულა ძალიან ბევრი და თითქმის ყოველ წელს. რა არიან? ბატონო დავით, ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ და რა რჩევას მიცემდით მომავალ მშობლებს? საერთოდ ოჯახის შექმნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. ეს რა თქმა უნდა ზენიტია სიყვარულის და მაშინ უნდა შეიქმნას ოჯახი. შემდგომში როცა გადაწყვეტავენ, რომ თუ და შვილები იყოლიონ, აუცილებლად უნდა პირველ რიგში დაუსვა კითხვა, რამდენად მზად არიან ოჯახის შესაქმნელად და შვილების ყოლისთვის, რამდენად არიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული ამისათვის, მოემზადონ, შეიმოწონ თავიანთ ჯანმრთელობა და როცა ამას გადაწყვეტავენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით ოჯახის დაგეგმარებით, მათ უნდა იყოლიონ შექმნან ოჯახი და იყოლიონ შვილები. უსურვებ ყველას ბედნიერ დედობას, ბედნიერ მამობას, ჯანმრთელობას, შვიდობას და ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად და მე ბოლოს აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჩემი ორივე შვილი ამ სამშობიაროში დაიბადა და ჩემი ოჯახის სახელით მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა თქვენს მთელ შემოქმედებით გუნდი რამდენად შემოქმედება, აბარა თქვენ გუნდს, პროფესიონალების გუნდს, იმიტომ რომ მე მაქვს ორი ძალიან დიდი სიხარული განცდილი ამ სამშობიაროში და იმედია კიდევ განვიცდი. კიდე ბევრი სიხარული თქვენთან ერთადაც განვიცადეთ და სხვებთან ერთადაც. ასეთ სიხარული ბევრი უნდა განიცადოს ჩვენმა ქვეყანამ და ნებისმიერმა ადამიანმა. ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა.
მადლობა მადლობა თქვენ. მაყურებელს, რომ გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. აბა დროებით.